de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა ფორმულა სენტერში გვეყურებთ 221 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამშვილ ლაძესთან. გადაცემას კარგი ამბით დავიწყებ. რუსეთში სუ 30 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრები მოკვდნენ. ნიუში კი დაიღუპნენ ეწერა, მაგრამ ჩემი აზრით მოკვდნენ. შემთხვევა სასწავლო სავარჯიშო ფრენის დროს მოხდა. ანუ ვერც ისწავლეს, ვერც ივარჯიშა. ვინც არ იცით, სუ 30 ორკაციანი მრავალფუნქციური გამანადგურებელია 4+ თაობის კლასიდან. ხო და? მოდი ამ გამანადგურებელს ჩვენ მოფერებით დაუძახოთ სუ 30 თვით გამანადგურებელი. მაგრამ კაი ამბით გავაგრძელოთ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ დაარტყეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამ წინადადებაში მთავარი სიტყვა ისევ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღევანდელი თავდასხმა უკვე მე-7-ია ამ ობიექტზე. ბოლოს 3 ნოემბერს დაარტყეს და ახლა კიდევ ერთხელ დურთეს. უკვე მე-7. ამ ამბავში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. უკრაინიდან სარატოვი, სადაც ქარხანას დურთეს, 600 კილომეტრშია. და მოსკოვამდე უფრო ნაკლებია. რატო არის საინტერესო? კი ბატონო, არ გაინტერესებთ? ნუ გაინტერესებთ. დაიგე, ჩემთვის ვითვლი რაღაცებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საიას ცნობით სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა Amnesty International-მა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდება თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა. ველოდები news, როგორ დაურეკეს Amnesty International-ს ვიღაც ბიჭებმა და როგორ აგინეს. რა არის ამ კანონში რუსული შეთელო? ისე აქ ინგლისურენოვანი ტიტუშკები დაგჭირდებათ, რაც ადვილი მოსაძებნის სულაც არაა. გახსოვთ რუსული კანონი რო შემოაბრუნეს და რო გვაგინეს მთელ ქვეყანას. არა ეს დასავიწყებელი ამბავი იყო საქაც. დიდი ამბებია საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციის მიმართულებით. ანუ უფრო და უფრო ლეგიტიმურები ვხდები. კანადაში საქართველოს ელჩი შეხვდა უნგრეთის ელჩს კანადაში. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ძმაკაცობა კანადაში. სანამ ორბანი არჩევნებს წააგებს, მანამდე უნდა მოვასწროთ უნგრეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. კარგი იქნება, თუ კი უახლოეს მომავალში საქართველოს ელჩი არგენტინაში შეხვდება უნგრეთის ელჩს არგენტინაში. ასევე აუცილებელია ასეთი შეხვედრები გაიმართოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში შეხვდეს უნგრეთის ელჩს სამხრეთ აფრიკაში. ასევე იაპონიაში საქართველოს ელჩი შეხვდეს უნგრეთის ელჩს იაპონიაში. და ავსტრალია გაგვჩება კონტინენტებიდან, ხო? ავსტრალიაში საქართველოს ელჩი უნდა შეხვდეს უნგრეთის ელჩს ავსტრალიაში. და ეს აი უნგრეთთან უნდა რაღაცნაირად თემ სოფლიოში. უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი კვლავ იმედოვნებს ევროპელ მეგობრებთან ურთიერთობის გაგრძელებას და ამტკიცებს, რომ საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. სანამ დაგუგლას დავიწყებდით, კალაძემ რადგინდათ გუგლი აქ არ ვარო და გერმანიის ელჩზე განაცხადა. ჩვეულებრივი აკაცუკია.
მაინც გეტყვით ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმების ლანძღვის და ცრუ ბრალდებების ხუთეულს. ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში. ირაკლი კობახიძე. ეს თავდასხმა კია, მაგრამ ბატონოთი მიმართა მაინც და დაუფასოთ. ამიტომ მეხუთე ადგილი. კარგ ძაღლი რო ეთქვა მოწინავე პოზიციებზე. გადავიყვანე ბატონო. თან შემდეგ ადგილზეც ირაკლი არ ეწყინება. კარ ხარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ესეც კობახიძე მეოთხე ადგილი. მესამე ადგილი მამუკამ დინარაძე, რაც მოუკლო მამუკამ განცხადებების გაკეთებას ნელ-ნელა უკან იხევს ხო. მამუკამ დინარაძე ევროკავშირის ელჩზე, საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდეც. მეორეზე შალვა პაპუაშვილი გავიდა. ევროკავშირის ელჩი ამ დაკავებებს უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს. პირველზე ისევ კალაძე გავიდა, ამჯერად პაվել ჰერჩინსკიზე გაკეთებული განცხადებისთვის. ჩემინება რო იყოს ქვეყნიდან გავაძევებდი. მაკა ბოჭორიშვილი კი მაინც ჯიუტად ამბობს, რომ საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. ისე კი ბატონო, რავი, ჯერ არავინ დახვედრია, არ უცემიათ ელჩები. თუ ამას გულისხმობს, ოკეი. ჩვენ შეგვიძლია დასავლელ დიპლომატებზე და პოლიტიკოსებზე ქოცების შეტევის ტოპ 100-იც გავაკეთოთ, რავი. მაკა გამოგვეხმაურეთ კომენტარებში, ჩვენ არ გვეზარება. მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ. ეს ყმაწვილი, როგორც იცით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელია და ჩემი კადრია. მე მივაქციე მას თავის დროზე ყურადღება. საბედნიეროდ ეს ამბავი არ აღმოჩნდა მართალი. სანამ ეს ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები და გვამშვიდა რაჟდენ კუპრაშვილმა. ჩემი კადრები მუდამ სულ საქმეში არიან. ორი კაცი სუსის უფროსი გავხადე. ანდრიო ხანაშვილი და მამუკ. რამდენი დეპუტატი და მინისტრი, საპატიო სკაუტის წოდება არ მეკუთვნის მაგის დედავად. სხვათა შორის ადრე რაჟდენი რომ გაგაცანით, ასეთი ფრაზით მიიპყრო ჩვენი ყურადღება. დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი. მაშინ მარტო რაჟდენი არ იყო ყველასთან მართალი, კონკურენტიც ყავდა, გიორგი გახარია. ბუზი ბზუოდა და გახარიასთან ყველა ტყუოდა, გახსოვთ? რაც შეეხება გიორგი გახარიას, ორ საქმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. გამოძიების მტკიცებით აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობისას თურმე ტერიტორიები დაუკარგავს. ასევე 20 ივნისს უკანონო ბრძანებები გაუწია ხალხის დარბევაზე. მაშინ ეს ორი ამბავი ქოცებს ვერ გაუგიათ და პრემიერად იმიტომ დაუწინაურებიათ. გაიგე? და ახლა უკვე გაიგეს და ახლა მტყუანია გახარია. ასე დარჩა რაჟდენ კუპრაშვილი ერთადერთ მართავ კაცად. ქვეყანაში. მე მეცაც გეტყვი რაჟდენ, სანამ ეგ ბიურო იარსებებს კი არა, დედამიწაც რომ განადგურდეს და ერთი ადამიანი გადარჩეს, ვინც ამ პლანეტაზე ივლის, ის ადამიანი იქნები შენ. და იქნები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. დღეს ახალი რუბრიკა გვექნება ჩვენი მოგონილი ამბები რუსეთიდან. ალბათ ყველამ ნახეთ ის ვიდეო, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი რო ურეკავს დედას და დედა რო ეუბნება რომ დოლარი იყიდეო. მან გაგვიჩნდა რუბრიკის იდეა. გვაინტერესებს შევძლებთ თუ არა რამე ისეთის მოფიქრებას, რასაც რუსები ვერ ჩაიდნენ. შეგახსენებთ ნებისმიერი დამთხოვა იქნება შემთხვევით. კაი, დავიწყოთ. უსახკარო მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც T-55-ში ცხოვრობდა, სახლიანად ფრონტის წინახაზზე გაუშვეს. ტაგანროგის ერთ-ერთ სამშობიაროში ორსულმა ქალმა ავტომატიანი ბავშვი გააჩინა. ომში დაღუპულების ოჯახებს ომშივე დაღუპული ვირის ხორცი დაურიგეს. ომიდან დაბრუნებულ მოზარდებს სახელმწიფო ლეპტოპებს გადასცეს. რუსეთის პატრიარქს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ლავროვს თურმე დერმატინის კანი აქვს. ყაზანში დააკავეს მღვდელი, რომელიც შაბათკვირას იყო მოლა.
რუსმა კოსმონავტებმა სტარლინკის თანამგზავრებს ფერადი ლითონები ამოაცალეს. რუსი მეცნიერის შექმნილმა რობოტმა მეცნიერის ფული წააგო, სახლი დაწვა და მანქანა გაიტაცა. თურმე პუტინს კიდევ უფრო გრძელი მაგიდაც აქვს, რომელზეც Boeing 750 იჯდება. ეკატერინბურგის ბაგაბაღში 78 ბავშვი და ყველა პედაგოგი ალკოჰოლით მოიწამლა. ეს იყო ჩვენი მოგონილი ბოლო რუსული ამბავი. შეგახსენებთ, ნებისმიერ დამთხოვა იქნება შემთხვევა. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ეუთომ კოცების მიღებულ კანონებზე დასკვნა დადო. ვინაიდან ქვეყანას მოსაწყენი იურიდიული ტექსტების კითხვა არ გვიყვარს, ამით სარგებლობენ ხოლმე კოცები და ხან რას იგონებენ, ხან რას. მან იცით რა წერია? კაცების გათხოვებას გთხოვენ, იტყვიან. ან სასამართლოს წაღება უნდოდა ცოფ. სულ რაღაცას იგონებენ. ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 გახსოვთ, ნაცებმა მოაწერეს ხელი საქართველოს ომის დაწყება დააბრალესო. 12 წელია ეძახიან კოცები. მაგ რეზოლუციის მერვე პუნქტში იცით რა წერია? ციტირებ. ასამბლეას წამს რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. ანუ, რეზოლუციაში არათუ არ წერია საქართველოს დაიწყო ომიო. ეგო ცალკე გამოიძიეთო, მეო თავი დამანებეთო. ეგ წერია. ამის მიუხედავად კოცები 12 წელია უნამუსოდ ამტკიცებენ ომის დაწყება დაგვაბრალაო სააკაშვილმა. წულუკიანის საპარლამენტო კომისია შექმნეს, იკლიეს, იმუშავეს და ომის დაწყება დაგვაბრალეს. დაუშვათ ომის დაწყება დაგვაბრალა სააკაშვილმა. შეხო უნდა ადგე შექმნა საპარლამენტო კომისია და დაადგინო რომ ომი არ დაგვიწყია, ხო? არა, შეიკრიბნენ, ივიშვიშეს სააკაშვილმა ომის დაწყება დაგვაბრალაო და დადეს დასკვნა, რომ ომი საქართველოს დაიწყო. მოკლედ, კოცები წლებია სარგებლობენ იმით, რომ მოსაწყენი იურიდიული ტექსტების კითხვა არ გვიყვარს, არასაყვარელი ეგაა, რავი. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, იუმორისტული გადაცემა რატო უნდა ვკითხულობდეთ ეუთოს და ევროკავშირის და ვენეციის კომისიის დასკვნებს, რატო? მაგრამ არ გამოდის სხვანაირად. რო არ წავიკითხოთ, კოცები რასაც უნდათ, იმას იტყვია, რომ შიგნით წერია. მოკლედ, ეუთოს დასკვნა კოცების ოქტომბერში მიღებულ კანონებზე. დასკვნა შედგება 53 გვერდიდან. ანუ კოცებმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში რამდენიმე სიტყვა ჩაამატეს და 53 გვერდიანი დასკვნის დაწერა გახდა საჭირო. ხვდებით ხო? ყველაზე მნიშვნელოვანს აიკითხავთ. ეუთოს აზრით ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა იყოს პირველი და ავტომატური ფორმა არც ერთ შემთხვევაში. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება არაძალადობრივ ქცევას. ახლა კი პატიმრობა დაწესებულია ისეთ შემთხვევებშიც, სადაც საკმარისი იქნებოდა გაფრთხილება ან ჯარიმა. ეს არღვევს პროპორციულობის პრინციპს და ზრდის თვითნებური დაკავებების რისკს. ძალიან მარტივად და გასაგებად გვითხრეს, რომ ესე არ შეიძლებაო, ხო ცოტა გამიკვირდა, ანუ იურისტებს შეგძლებიათ, ხო მარტივად და გასაგებად ახალი კანონის მიხედვით ადამიანი, რომელსაც ერთხელ ჰქონია ადმინისტრაციული დარღვევა, მაგალითად, ნიღბით ყოფნა დემონსტრაციაზე. განმეორებისას შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქცევა არ შეიცავდა ძალადობას ან ზიანს საზოგადოებისთვის. ეუთო ამას აფასებს როგორც დაუშვებელ პრაქტიკას, რომელიც არღვევს თავისუფლების ბოროტად შეზღუდვის აკრძალვას. ანუ ეუთომ ზრდილობიანად შეგვახსენა, რომ კაცობრიობამ რისთვის გამოვიგონეთ ციხე? ციხე არის ადამიანის ერთგვარი განრიდება საზოგადოებისგან. თუკი ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის, მოუყიდებთ ამ ადამიანს ხელს და გადავიყვანთ იზოლირებულ სივრცეში, რათა ვინმეს რამე არ დაუშაოს. პირბადის ტარების გამო ციხეში რო უშვებ ადამიანს.
იმიტომ კი არ უშვებ, რომ საზოგადოებისთვის არის საშიში. პირბადი დადისეგა. ციხეში იმიტომ უშვებ, რომ შენ არ გევასება, კაიგე. როცა კანონს იმიტომ იღებ, რომ ეგრე გინდა, ხოში გაქვს ეგეთი. ეგ არის დიქტატურა. დოკუმენტი მკაცრად აკრიტიკებს ცვლილებას, რომელიც ბავშვებისთვის 18 წლამდე ითვალისწინებს 1 წლამდე პატიმრობას განმეორებითი დარღვევისას. გაერო სტანდარტებით ბავშვთა პატიმრობა დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ხოლო საქართველოს ეს პრინციპიც დაარღვია. ეუთო განსაკუთრებულად აღნიშნავს კანონშემოქმედების პროცესის დარღვევას. ცვლილებები მიღებულია მხოლოდ 8 დღეში, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. პარლამენტში დაჩქარებული წესით, რაც არღვევს საჯარო კონსულტაციისა და გამჭვირვალობის პრინციპს. ეს აღარც მახსოვდა. ამას რო ვიმსახურებთ, ანუ ეგ აღარც მახსოვდა. კანონს სანამ მიიღებ, ბიჭო, საზოგადოებასთან ერთად რო უნდა განიხილო, იმჟელო, დაწონო, ყველას მოусმინო, ესა, აი ეგეთები რო გვეკუთვნის, აღარც მახსოვდა. ეუთოს დასკვნაში რო წავიკითხე, მერე გამახსენდა, რომ საჯარო საჯარო კონსულტაციებში მთავრობა ასხო უნდა ეკითხებოდეს ვინმეს, რავი. ძველი დროის ვაიბები წამოიღო ეუთოს დასკვნამ. დემოკრატიაზე რო ვიწევდით. ორგანიზაციის შეფასებით ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ მთავრობა მიზან-მიმართულად შეამცირა დრო და შესაძლებლობა ალტერნატიული აზრის მოსმენისთვის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ადამიანის განზომილების ვალდებულებებსა და დემოკრატიულ სტანდარტებს. ალტერნატიული აზრის მოსმენაო, ჩემი კაი. რავი, ჩემი აზრით 2015-16 წელს უნდა დაგეწერათ ეგ რაღა დროს ალტერნატიული აზრი და პლურალიზმია, გაგანია დიქტატურა გვაქვს. რა ის ალტერნატიული აზრის მოსმენა თქვენ შემო? გზის გადაკეტვის გამო თქვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავაჯარიმეთ 5000 ლარი 2 კვირის წინ. ეუთო აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები არ არის იზოლირებული მოვლენა. არამედ გრძელდება 2024-25 წლების რეპრესიული კანონების სერია. მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ ცვლილებები და პოლიტიკური ასოციაციების რეგულაციები. ეს ერთობლივად ქმნის საგანგაშო ტენდენციას, რომლის მიზანია მოქალაქეობრივი სივრცის შეზღუდვა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩახშობა. კონტექსტიც გაიაზრეს. ჯიგრები ხართ. ანუ ეს კანონები არ არის მოწმენდილცაზე გავარდნილი მეხი. ეს კანონი არის რეპრესიული ტალღის ერთ-ერთი კომპონენტი, ერთ-ერთი მრავალ ბოროტებათაგან, რომლის მიზანია ქვეყანაში დიქტატურის გაძლიერება. დამყარება კი არა, გაძლიერება. დიქტატურა უკვე გვაქვს. ახლა მიდის მისი გაძლიერება, ჩაბეტონება. ტრადიციულად საერთაშორისო ორგანიზაციები 5-6 წლით ჩამორჩებიან ხოლმე სიტუაციის სიმძიმის ადეკვატურად შეფასებისას. ასე უწერიათ, საგანგაშო ტენდენცია, რომლის მიზანია მოქალაქეობრივი სივრცის შეზღუდვა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩახშობა. ანუ მიზანი კი არ არის, ჩაგვახშეს უკვე ძმა. მაგრამ ჯანდაბას თავარია, რომ სწორად ხვდებით, ვინც არიან, რაც არიან. ეუთო მოუწოდებს საქართველოს, მივიღოთ დაუყოვნებლივი ზომები ამ ცვლილებების გაუქმების ან გადახედვისთვის. დაუბრუნდეთ 2023-24 წლების სტანდარტებს, როდესაც ადმინისტრაციული პატიმრობა იყო იშვიათი და ალტერნატიული სანქციები შესაძლებელი. დავადგინოთ საჯარო კონსულტაციის მექანიზმები, რათა მომავალში კანონები აღარ იქმნებოდეს დახურულად. უზრუნველყოთ სასამართლო კონტროლი და ეფექტიანი დაცვის საშუალებები თვითნებური დაკავებების წინააღმდეგ. გადავლახოთ შიშის და დასჯის ატმოსფერო. ეუთოს დასკვნაში არსად წერია ჩვენი თავმჯდომარე 5000 ლარით როგორ დააჯარიმეთ თქვენ არა. მაგრამ ხო იცით ევროპელები როგორი ტიპები არიან, არ შეიმჩნიეს. უტყდებათ თქმა. ცხოვრებაში ხო ქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანი ისე ჩაიჭრა თქვენთან და ისეთი რაღაც იკადრა, რომ არც გინდა სადმე მოყოლა რა. შენ რო გიტყდება იმის საქციელი.
ეგრეა ეუთოც. ამ ხელა დასკვნა დადეს და ვერცად ვერ ჩაწერეს რომ ჩვენი თავმჯდომარე როგორ დააჯარიმეთ. არ უცხენია. კოცები ახლა ალბათ ფიქრობთ რა იპოვოთ ამ დასკვნაში თქვენთვის სასარგებლო. მე გეტყვით. ვინაიდან ეს დასკვნა იურიდიული შინაარსისაა და არა პოლიტიკური, ყველა კანონი მოხსენიებულია იმ სახელით, რაც ოფიციალურად ქვია. მაგალითად, ვინაიდან რუსულ კანონს ოფიციალურად ქვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, ეუთოც ასე მოიხსენიებს და ამ სახელით აკრიტიკებს. კოცებს შეგიძლია ტროლბოტებს აძახებინოთ, რომ აჰა, ეუთოს აზრით ეს არ არის რუსული კანონი და არის გამჭვირვალობის კანონი. რავი, ხავსი თქვენთვის ამაზე მეტი აქ არაფერი არ არის. კოცებო, ამდენი წელია ეუთო იყო თქვენი, რავი, საუკეთესო მეგობარი. 2016-დან მოყოლებული ეუთო გიправებდათ ყველაფერს. 2020-ის გაყალბებულ არჩევნებზეც კი თქვა, რომ კი იყო დარღვევები დედის, მაგრამ ქართველი ხალხის ნება იყო გამოხატული. ანუ ეუთო იყო სულ თქვენი მაშველი რგოლი. როგორ მოახერხეთ, რომ ეუთოსაც გადაეკეტა? მადლობა ეუთოს, დიდება თქვენს გამოფხიზლებას. იმედია იმ 5,000 ლარიან ჯარიმას არ გადაიხდით. კიდევ ბევრი საინტერესო რაღაც წერია ეუთოს დასკვნაში, მაგრამ მოდი აქ გავჩერდეთ. ჩვენი მიზანი რაც იყო, შესრულებულია. ვინმე კოცი თუ გეტყვით, რომ ეუთომ მოგთხოვა კაცების ქორწინების დაკანონება და ომში ჩართვა და ამიტომ აღარ გვინდა ეუთო, შეგიძლიათ რომ ეს ეპიზოდი ააფაროთ სახეში. ეხლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? ვინ ჯერ კიდევ არიცით რა უნდა ვქნათ? გთხოვთ დაიწყოთ პირველი ეპიზოდი და წამოყვეთ ნელ-ნელა უყუროთ 221 ეპიზოდს და მერე დაწერეთ კომენტარში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს იყო რა დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაში.